გორის მუნიციპალიტეტთან გამართულ გარემოვაჭრეების აქციას კი დაპირისპირება მოჰყვა 21 იანვარს ღამით გურამიშვილის სკვერში სავაჭროთა ახლების დემონტაჟი მოვაჭრეებმა დილით გააპროტესტეს და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია გამართეს. აქციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია შენობის დაცვასთან დაპირისპირებისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანით გადაიყვანეს. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის დაცვა განსაკუთრებით გაძლიერებულია შენობის ტერიტორიაზე. მობილიზებული იყო ასევე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლობაც. აქციის მონაწილეების სკვერის დემონტაჟზე პასუხისმგებლობას მხარის გუბერნატორს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მუნიციპალიტეტის გამგებელს აკისრებენ. გარემოვაჭრეებთან შესახვედრად არავინ გამოსულა. არ გაცლით ინტერვიუს არ გაცლით. არა. თუ ეს ჩემი უფლებაა, რომ ინტერვიუ შემიძლია მოგცეთ, შემიძლია არა. ხალხი რომ მივაწექით, შეგუშვით, ვეუბნებოდით, მაგ დროს ერთმა პოლიციელმა სახეზე ვერ დავიმახსოვრე, იმიტომ რომ უცბად დამიბნელდა თვალები, იდაყვი მომარტყა შიგ ოპერაციებელში და გავითიშე. და ვეუხვეწებოდი კი რომ შემიშვით შიგნით, მეთქი რომ ამას ავარიდო, მეთქი რომ ხალხის იმით უკვე ვეღარ გამოვდიოდი უკან და ერთი სიტყვით შეურაცხყოფა მომაყენა რა იდაყვი მომარტყა მუცელში. ეს ადამიანები ლუკმაპურის საშოვნელად დგანან გარეთ, წვიმაში, თოვლში, სიცივეში და პრაქტიკულად ხელისუფლება უსპობს ამ ადამიანებს არსებობის საშუალებას. მათი უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი, ამ ადამიანებს სჭირდებათ გვერდში დგომა, თანადგომა. მე ჩამოვედი ამის გამო, რომ მაქსიმალურად დაუდგე ამ ადამიანებს გვერდში. არ შეიძლება ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, საკუთარ ხალხს ეს ექცეოდეს ასე ვანდალურად, როგორც ჩვენი ხელისუფლება ექცევა ამ ადამიანებს.